თქვენი თემის გაგრძელებად სანამ გისმენდით თვალყურს ვადევნებდი მე მგონი არ გიხსენებიათ და ვიტყვი ამათ ქართული ოცნების არაგუწრფელობა იგივე სპორტსმენთან მიმართებაში აბსოლუტურად აი არაფერი ისე არ ყოფს ქართველებს როგორც ქართული ოცნება ცდილობს რომ დაყოს აი ადამიანი რომელიც მეორეჯერ დღეს ახლა ვიდრე საუბრობთ ამ რამდენიმე წუთის წინ გახდა მსოფლიო ჩემპიონი სერბეთის სახელით ზურა დათუნაშვილი ხო ადამიანი რომელსაც უნდოდა საქართველოს სახელით ჰიმნით გერბით დროშით ამ ყველაფრის ქვეშ ეჭიდავა და ტატამზე გასულიყო და გაიხარებია მილიონობით ქართველი მაგრამ შორის კალაძესთან დაკავშირებულმა ზონდერებმა ცემეს და ამისი შესაძლებლობა და უფლება არ მიცეს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაჭვით საქართველოს მთავარ სპორტულ სასახლეში ფიზიკურად გაუსწორდა ამ ვაჟკაც ბიჭს რომელმაც ვაჟკაცურად ცრემლები დაღმარა როდესაც მას უწევდა საზოგადოებრივ წასვლა აი ეს არის რეალურად ეს ხელისუფლება აი აქაც ამდენად თვალთმაქცობენ ხვალ დაჭირდებათ იგივენაირად მოექცევიან ნებისმიერ სხვა წარმატებულ სპორტსმენს რატომ მოექცენ ამ ბიჭს ასე იმიტომ რომ ამ ბიჭმა უბრალოდ ღირსებაზე უარი არ თქვა ხო რა უნდა დღეს ღირსებაზე უარის თქვა რას გულისხმობდა როგორც თავად ზურა და შენ თქვენ ყველაზე კარგად გახსოვთ ნიკა სპორტსმენებს რა დამამცირებელ სიტუაციაში შეყენე მაგალითად კორცხელში სპორტსმენს რო გაგზავნი ვიღაცას მოქმედი სპორტსმენი ამიტომ ეს არის ამ რეჟიმის სახეა და ხვიჩა კვარაცხელაძეს არ შემიძლია არ თქვა ხო რატო წევენ ამ საკითხს იმიტომ კი არა რომ ხარდაჭერების გაზრდა ეიმედებათ ამ საკითხზე პედალირებით ამიტომ შემთხვევაში უბრალოდ ფიქრობენ რომ თავიანთი შემორჩენილი ამომრჩეველი არის დეპრესიაში სასუსტარკვეთაში ისინი ნამდვილად არიან დემოტივირებულები და მე ამას უბრალოდ ჯვარავდით არ გეუბნებით გვინდა არ გვინდა ერთმანეთს ვეხებით და გვაქვს ურთიერთობა და უნდა იმ ადამიანი უნდათ საკუთარი შემორჩენილი ამორჩეველი დაამოტივირონ გახადონ კვლავ აგრესიულები ჩვენს მიმართ ვახოს მიმართ მიშას მიმართ გეორგის რომ აი რამდენად ცუდები ვართ ხო ყველაფერთან აგენტებიც ვართ ხო ეს შეულებრივი საინფორმაციო პოლიტიკა და პროპაგანდა ხო არ არის ხახდო რაც არ უნდა ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვიოს ვიზიტით და სტრასბურგს და ასე შემდეგ თავარ მეინსტრიმულ მათ საინფორმაციო გამოშვება იწყება იმით რომ ოპოზიციაში მედიაში არიან ამერიკელი აგენტები ხო ეს ხო ფაქტია ხო ნუ არის ეს არის ამბავი დამთავრებული ამბავია და კითხვაზე პასუხს გავცემ კი ეს უთანასწორო ბრძოლა არის ეს არის სამთო საციცოცხლო ნუ გამავიხსენე კორცხელი სადაც პირდაპირ ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა მოვლენები და არ ერიდებოდა არავინ რომ გაერთიანებია ჩვენთვის თავყბა დეპუტატებიც იყვნენ იქ ხო პირდაპირ ეთერში ხდებოდა ეს ყველაფერი ოლიგარქიული რეჟიმი თუ ვინმეს ანადგურებს ოპოზიციურ სპექტრს ანადგურებს არ ვიცი როგორ არ გამნადგურდით ან რომ ვარსებოთ ან რატო ვარსებოთ და როგორ შევძელი რა ძალამ მომიყვანა დღემდე ამის ახსნა ხშირად მე თვითონ მიჭირს ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც კი იგივე ეხება მედიის აქტიურ წარმომადგენლებს რთული იყო ეხლა რომ მითხრათ რომ აი ნიკა შენ ყველა შესაბამისი პირობა რაც კი გინდა პოლიტიკას რაც სჭირდება და ბევრი რამ სჭირდება პოლიტიკა უკან დაგაბრუნებ დროში და გამოიარე 2013 წლიდან დღემდე უმაღლესი ალბათობით მე ემოციურად ფიზიკურად ამას ვეღარ შევძლებ გესმით ამიტომ როდესაც მესმის რომ იცით არის თუ არა ოპოზიცია ფორმაში არის თუ არა ოპოზიცია მისთვის მზად რომ გაუმართოს მორიგი ორთავბრძოლა რეჟიმს ხო კი თვისობრივად განსხვავდება 2022 წლის ჩემთვის ჩემ მოსაზრებას გეუბნებით მოცემულობა 2020-ისგან 1/13 მინიმუმ ქართული ოცნების გააზრებული ამორჩეველი ვერ ხვდებოდა რამდენად უწყობდა ხელს ქართულ ოცნებას რომ მას აი ასეთი მეთოდებით საგარეო პოლიტიკურ კურსზე შეეცვალა მართლა ჯეროდა რომ ქართული ოცნება არ არის რუსული ოცნება 2 წლის წინ ჯეროდა 1/13 თქვენ ხუმრობთ ეს ხო არ არის 300 და 3000 ადამიანი ხო საერთაშორისო მეგობრები ჩვენი პარტნიორები ხმას
რას არ იღებდნენ ამ მიმართულებით. არ სჯეროდათ მათ რომ ქართული ოცნება იყო რუსული ოცნება, ეს არ არის განსხვავება 2022-სა და 2020 წელს შორის. ამიტომ მე თუ ხშირად ისწავლა კითხვა, ვინმე დამისმევდა კითხვას, რომ არის თუ არა ოპოზიცია ფორმაში, თუ ეს ფაქტორები რაც მე ჩამოთვალე მას არ აქვს დანახული, არ აქვს ასე თქვათ კონტრასტი ისახით დანახული და კანის დონეზე ნაგრძნობი, აი ეს ადამიანი არა ფორმაში, გინდა პოლიტიკოსი იყოს, გინდა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი იყოს. ჩემთვის ძალიან საწყენი იყო და ჩემთვისაც სიახლე იყო, არ დაგიმალავთ, ოპოზიციური სპექტრიდან ნაწილი, რა თქმა უნდა, ნაწილი ადამიანები კამპანიურად 3 დღის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად სუსტები არიან და თხოვდნენ ქართულ ოცნებას, რომ ადამიანები არჩევნები არ ჩავატაროთ. პოლიტიკოსები ზოგი პარლამენტშია, ზოგი პარლამენტის მიღმა, ეს ჩემთვის იყო შოკის მომგველი და მე გამიჩნდა სურვილი, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის განსხვავდებოდნენ. მართლაც მივხვდი, რომ უნდა ვეძებო ის საკითხები, სადაც გამოჩნდება, რომ მე განსხვავებული ვარ, ჩემი მეგობრები განსხვავებულები არიან, განსხვავებულად ვფიქრობ და სხვა პოზიცია გვაქვს, ვიდრე ბალანს. იმიტომ როგორ შეიძლება გავცი და მე არ მომხდარა, არც ქართულ პოლიტიკაში და მგონი არც ლიბერიის პოლიტიკაში, სადაც ფათაშოვის პრეზიდენტი ჟორჟ ვეა. ხო, მასამცდელობით არჩევინად. ხო, არ მოხდარა ოპოზიცია ამბობდეს, ტიროდეს, რომ სუსტი ვარ და გენაცვალე არ ჩამინიშტო არჩევნები, სულ რომ მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წელს მართლა შემოდგომაზე, ხო რა დარჩა, ხო? ასე შედიხარ შენ საარჩევნო კამპანიაში, ამიტომ ვიცით რა არის? სუსტებია ცოტა მანიპულირებული. დავწმუნდი მიშა, რომ ბევრისთვის მოულოდნელად შეიცვლება ეს ხელისუფლება, სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ბევრისთვის როგორც მე თვითონ დავინახე, მათ შორის ოპოზიციური ველიდანაც. იმათი ესე ვთქვათ სიფრთხილის რაღაცა ისიც ლოგიკაც დავინახო რა. იყო ესეთი შეთანხმება გაერთიანების ერთიანი პოზიციის და რაღაც ამ ფორმით რომ აი ერთი სიტყვა ვთქვათ და წავიდეთ, იყო ასეთი მარჩევნების შემდეგ. იყო ბოიკოტი ერთიანი პარლამენტის და მე რაღაცნაირად ეს დამთავრდა ისე როგორც დამთავრდა რა, მაინც პერიპეტიაში ბევრი მიზეზის გამო, მიშა. და ამიტომ ყველანი ერთმანეთს შესაძლოა იმის შემდეგ რა რაღაცები წავიდა. 2020 წელი იყო გდანში კანდიდატი ვიყავი და დავდიოდი 5 თვის განმავლობაში. ვერ ვარწმუნებდი ვერც ერთ გლდანელს, ვერ ვარწმუნებდი რომ ქართული ოცნება არის ანტიდასავლური ძალა. ვერ ვარწმუნებდი ამას. და მოიგეთ ამ. და მოვიგეთ და ვერ ვარწმუნებდი ნინო, აი გეფიცებით. ვდიახ, ამის ვერ ვარწმუნებდი. რაშიც ვარწმუნებდი და რაშიც ძალისხმევა იყო ჩვენზე გასაღები, შიში იყო ჩვენს მიმართ, ნაციონალ მოძრაობის მიმართ. მოხვალ და თავში ჩამარტყამ. კი, ახალი ხარ, მაგრამ სხვებთან ერთად ხო ხარ? იმასთან ერთად ხო ხარ? ამასთან. აი იყო ეს პრობლემები არის. ამიტომაც ვცდილობ მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ბევრი ვიმუშაო ახალი პოტენციური ამორჩევლის მოსამხრობად და მათ დასარწმუნებლად, რომ დიახაც ღირს ჩვენთან თანამშრომლობა, ეს ტკინული პროცესია. ბევრი გასაგები მიზეზის გამო. და ეხლა დღეს არის თვისობრივად განსხვავებული დამოკიდებულება, ხო? აი იმ კვირიდან პრაქტიკულად როგორც საარჩევნო კამპანიაში დავდიოდით და მათ შორის თბილისში ვიწყებ კამპანიურ ასე ვთქვათ შეხვედრას. ერთი შეკითხვა მაქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით. ამეპარება რომ კონტრასტული იქნება. ნუ ვერ ვაწვა შარშანაც, როდესაც ჩვენ მე ელენე მამუკა ბადრი სასაცილოდ არ ყოფილდათ ეხა ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი თუ არ შეხვდებოდა თბილისის ქუჩებში ვორონცოვზე ან ჩემო ბატონო დიღომში არავის არ ჯეროდა რომ ბიზინა ივანიშვილი არის ანტიდასავლელი კაცი და ამისი არ ჯეროდა თავად ამერიკელს და თავად ევროპელს არ ჯეროდა და ეს ყველაფერი ფარდასავით აეხადა პროცესს 24 თებერვალს ამაზე ვისაუბრებთ ამაზე მეტი შეკითხვა მაქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით თქვენ აღიქვით ისე რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა პრინციპში უარი ითქვეს რიგარეში არჩევნებზე ხო? არა, ყველამ არა, ნაწილმა ხო ასე აღიქვით თქვენ. ბევრი სხვა რამეც აღვიქვი. ორი დღის წინ დაახლოებით ჰქონდა დისკუსია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ და იქ ასეთი საკითხი დაისვა. კი, პრინციპში ყველა თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას თავისით ქართული ოცნება არ შეცვლის.
და არც საარჩევნო სისტემა რაიმე დათმობებზე არ წავა. მაგრამ აი თუ არის 1%-იანი ბარიერი და შერეული სისტემა, ანუ თუ კი გარეშეა ამ სისტემით ტარდება, ხო ასეა. რა შეიძლება აშინებდეს და აფრთხობდეს ამ პარტიებს? იქიდან 1%-იანს ყველა გადალახავს. ან მიზეზი მაინტერესებს უბრალოდ თქვენ როგორ აღიქვამ, რატომ არ მოყვებიან მაგალითად აი ამ გეგმაში. თქვენც და ძალიან ბევრი რამ ჩავდეთ ოპოზიციის ერთობისთვის და კიდევ ბევრს მოვინდობებ მე პირადად, ამიტომ ვერიდები ხო ეხლა თან ვერიდები დიახაც გზავნილების ბრქვევის ნიკა შეთანხმებული ქონდათ ვინმესთან რომ ამ ინიციატივით გამოსვლა აი ცით რა ეს იყო სტრატეგიული გიორგი მამეშა სტრატეგიული გეგმა იყო ესა სტრატეგიული გეგმა იყო და ტაქტიკური გეგმები სხვადასხვა ბევრზე ვისაუბრებ ბევრზე ვერ ვისაუბრებ მაგრამ ეხლა ბევრი ოპოზიციური პარტია მართლაც ბევრი წელი ამაზე საუბრობს უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობას ეს პოლიტიკური განაცხადი არასოდეს დაკავშირებით არ უთქვამს ასე კაფიოს რა ჭირდება ხვალდაზე რუსთაველის გამზირზე სიტყვაზე იგივე რაოდენობის ადამიანებიც რო გამოვიდნენ ქუჩაში და დარწმუნებული ვარ თუ გვიანეს ყოფილი მოხდება რაც ზაფხულში ვიხილეთ მათ უნდა იცოდნენ რის გამო მოდიან მე იქ არ უნდა მკითხოს მოქალაქემ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა იცით ხალხი ჩვენ ქუჩაში საზოგადოებამ ღელვარებისას დებისმიერ ფორმატში საჭირო არის კონკრეტული მიზნის მისაღწევა და პოლიტიკური მოთხოვნა თუ არ იქნება დაყენებული რა უნდა ვაკეთოთ თუ კი გამოვალთ გარეთ ხო მე მიმაჩნია რომ სათქმელი იყო თავშივე მომდენო კვირიდან რაღაცა ანუ ზეგი სამშაბათიდან კამპანიურ შეხვედრებს ვიტყვა როგორ ჩატაი როგორც თბილისის მერობის კანდიდატის ამპლუაში მუშაობდი აი ესეთ სამუშაოებს ვაპირებ რომ გავწიო და ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ვიღაცა მითხრას იცით მარტო თქვენ თუ მთელი პარტია გადის არა პარტია ნუ ეხა მე პირადად ვიწყებ მეგობრებთან ერთად და პარალელურად ეტაპობრივად სხვები შემოგვიერთებიან აქ არის ადამიანები ვინც ამბობენ იცით რა ყველაფერი არის ამაო არჩევნების მოთხოვნა ამაო არ მოთხოვნა ამაო მოქმედებაც ამაო არ მოქმედებაც ამაო უძლეველობის მითის განვითარება ხდებოდა მე არ მგონია რომ ბიზნესმენის სცენი არის უკურნებელი მე მგონია რომ აუცილებლად განკურნებადი არის რწმენის საკითხია მე ძალიან მეწყინა ადამიანი რომ აი დანა გულში და გადატრიალება დანის იცით რა მიყვეთ თანმიმდევრულად აი რომელი პარტიისგან იპასუხებ ნახეთ შეიძლება ასევე მაყურებელთა ნაწილმა იფიქროს რომ ნუ ხალხს აღარ სჭირდება აღსაგამო სჭირდება როგორ არ სჭირდება ესე არ არის ესე და სხვა პირიქით და საქართველოს არსებობს სამწუხაროდ ყველა ჩვენ არ ვიყურებს ახლა უყურებს ტელეკომპანია იმედსაც სამწუხაროდ იქ რაღაც ტელეკომპანიას ეთერში გადის რა ტელესერიალი და იქ შეერჩება საინფორმაციო გამოშვებასაც და ერეცხება ტვინი და მნიშვნელოვანი ფიზიკური კონტაქტიც კი ჩვენ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო სხვა ამოცანის შესაძლებლობად გჭირდება იმიტომ რომ არის ეს შიში და ხა არ მინდა ამაზე პირში წყალი კონდეს და დაბუბებული არ გამინაწყდება ნაციონალურ მოძრაობის რომელიმე ამორჩეველი აქტიური წევრი ხომ ვიჩემნია დღეს გამინაწყდეს და ხვალ მიხდეს რომ სწორი სტრატეგია იყო შიში აქვს ნუ რატო იმიტომ პროპაგანდა მუშაობს მეორე მხარეს კი შიში ნახელისუფლარი პარტიის კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის და მოიდგინეთ უკრაინა რუსეთი გეოპოლიტიკური ამხელა კონფლიქტი მეორე სოფლიო ომის შემდეგ პირველი და არიან ადამიანები თბილისელები არა მხოლოდ თბილისის ქუთაისელები ბათუმელები რომლებიც აიზიარებენ ითვალისწინებენ ამ მართლაც კაცობრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენს ეპოქაში და ამ გადმოსახედად ჩემთვის ტრივიალურ საკითხზე ველაპარაკება, მაგრამ არ არის ტრივიალური. ადამიანის უფლებების დაცვა არ არის მისთვის ტრივიალური, იმიტომ რომ უსამართლოდ თავში ჩაარტყეს და უსამართლოდ სასჯელი მოახდევიეს, ხო? ბევრი ასეთი მარჯვენა სანაპიროზე, ეხლა ვერა, ვაკე, საბურთალო, ბაპატიე არიან. არა, ამას ახალს არაფერს ამბობთ, ნიკა უბრალოდ რითი პასუხობთ ამ შიშებს? აი რასაც ახლა საუბრობ თუნდაც. საუბრობ ნაციონალურ მოძრაობა მისი თავმჯდომარე ამ პრობლემას აღიარებს. რაც ძვირი ფასის გადახდად მიჯდება. არ არის მარტივი ძვირი ფასის გადახდა მიჯდება. ხო, აი აქტიურ ამორჩევებში, მაგრამ დიდი პარალელური მუშაობა არის საჭირო ამ ჩვენს მეგობრებთან და თელი ეს სამითო ეს ვაკეთებ. იკა თქვენ როგორ რას გთხოვთ ეს აქტიური ამორჩეველი როგორც თქვენ უწოდებთ? არა, იცით რა არის? არიან ადამიანები, რომელთაც ეს არის ხალხის პაჭორის, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გაიარა ამ წელს. რა თქმა უნდა და და რომელთათვისაც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს აქვს ასე მაგრამ რომელთანაც ვისთანაც საუბრის
როდესაც მე ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მაქვს მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერობა დღეს ნიშნავს საკუთარი პარტიის ხარდაჭერის გაზრდა. ეს არის ამაზე დიდ საქმეს პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარს ხო ვერავინ ვერასოდეს ვერ გაუკეთებს, როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა მოიმხრო დამატებითი 2 ადამიანი. 3 ადამიანი. მით უფრო თბილისში დღეს შარშანდელი ქართული ოცნების ამორჩევალთაგან 50%. აი ხა გვიყურებს რაღაც ნაწილი და არ არის დარწმუნებული ხვალ არჩევნები იყოს ვის მიცეს სხვა. აღარ უნდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ევროპულ იდეას უღალატა, მაგრამ მოსასვლელი გზები და დარწმუნებული პოლიტიკოსების ამოცანაც ეს არის, რომ მოვიმხროთ დამატებით ჩვენ ამორჩევლები. უბრალოდ ჩვენ ისეთ მორევში ვართ, ისეთ სპირალში ვართ, გიორგი, ნინო, აი ხშირად ამ საკითხებზე საუბარიც, რაც უბრალოდ ქრესტომატიულია, ღალატის ტოლფასად არის კვალიფიცირებული, ასოციაციად ცოტა ადამიანებს რატო ლაპარაკობს მელია პოტენციურ არჩევნებზე, როდესაც აგერ არის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და თავში გვიტყამს და გჩაგრავს, ხო? რო ვეღარ ჩაგვარტყას და რო ვეღარ დაგჩაგროს და პოლიტიკური პარტნიორების რაოდენობა არ იზრდებოდეს, მომხრეთა რაოდენობა უნდა იზრდებოდეს, ხო? და ცირე, მაგრამ მაინც ლოკალური გამოცდილება და წარმატება 2020 წლის გდანით თელმა ოპოზიციამ ხომ მივიღეთ, ნამდვილად მივიღეთ, შესაძლებელი ყოფილა თურმე ხომ? კი ბატონო, საერთო კანდიდატები ვიყავენ, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო რომ ბევრი ქართული ოცნების ამორჩეველიც მოსულიყო და ოპოზიციისთვის დაეჭერა ხარ. ეხლაც ესე ვარ დარწმუნებული. როგორც არასოდეს მით უმეტეს, მაგრამ მე თუ ეხლა თქვენ გეტყვით რომ იცით რა აზრი არ აქვს, მოტივირებულები ნუ ვიქნებით და პოლიტიკოსი მოტივაციის დაგდებას ცდილობს ამაღლების ნაცვლად, ბრძოლის სულისკვეთების დაგდებას ამაღლების ნაცვლად ცდილობდეს. ეხლა რაც არ უნდა ჭკვიანი, განათლებული, კვალიფიცირებული იყოს. 2 წლიანი საარჩევნო კამპანია გამოდის, იმიტომ რომ არავინ არ იცის ვადამდელი არჩევნები. არავინ არ იცის, მაგრამ თქვენ მოგიწევთ გეგმაში, მოგიწევთ 2024 წლამდე გათვალოთ ეს. მადლობა ამ შეკითხვისთვის და კი, ფიქრობდით ეს 2-3 დღეში არ მიგვიგვია გადაწყვეტილება, სანამ გამოვაცხადებდით. ბევრი ჯერ კიდევ დაუნახავი პრობლემა, რომელიც პანდორას ყუთის გახსნის შემდეგ და ჩემსაც გახსნილია ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, სასოფლიოში, მათ შორის გადმოდის, ხო? ჯერ არჩევს დავინახავთ, ხო? ახლა 2023 წელს ჩატარდებოდა, 24 წელს ჩატარდებოდა, რა მნიშვნელობა აქვს? უდიდესი ხა, მინიმუმ 150,000-ით მეტი ვიქნებით ქვეყანაში. მინიმუმ ქვეყნიდან გადინება 2023-ში ტარდება, ესე იგი მინიმუმ 150,000-ით მეტი ვართ ვიდრე 2024 წლის ბოლოს, იმიტომ რომ ზარდია ეს გადინების სტატისტიკა და მინიმუმ რა ძალიან მნიშვნელოვანია, რის გარშემოც არის ეს ნებათა ღელვა სამწუხაროდ, ევროპული იდეა ჯერ კიდევ ცოცხლობს უახლოესი წლების პერსპექტივაში. ამიტომ 24 წელს ჩატარდება 23-ში მნიშვნელოვანი არის შედეგობრივად. პოლიტიკურად თუ ამაზე ვერ შევთანხმდებით, ვერასოდეს ვერ მივახცეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობა რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად ამაზე შეთანხმდება. და თავარი, ვინცთანაც უნდა შევთანხმდეთ, ჩემთვის ეს არის უნიშნულოვანესი და ვიცი, რომ ბევრი თუ არა, არც თუ ისე ცოტა ოპოზიციური სხვა პარტიების ლიდერებისთვის არის საზოგადოება რას ფიქრობს. გონი აქ ჩვენი ინტერესი მათთან თავსებადია და პირიქით. მე მესმის, მათ უნდათ, რომ მალევე დაგვემარცხა, ძალიან რთული იყო რა. აქაც ვატყვილებდით ბევრი წელიწადი 2018 წლამდე ქართული ოცნების დამარცხება იყო ძალიან რთული. 2017 არჩევნები გაიხსენეთ, ხო? 2016 წელს იყო შანსი ოპოზიციას გაემარჯვებია, გიორგი, თოთხმეტ. რეალურად პირველი პრობლემა ჩვენ ოპოზიციამ შეუქმნით ქართულ ოცნებას 2018 წელს სალომე ზურაბიშვილი და ისიც ვაღიაროთ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურა რო არა და მაგალითისთვის გიორგი კვირიკაშვილი, მაშინდელი გიორგი კვირიკაშვილი რო კანდიდატურად წამოეყენებია ძალიან ბევრი წელიწადი ჯერ კიდევ შეიძლება კრიზისი არ შექმნოდა თავის 2 წელიწადი მაინც. მაგრამ ამიტომ უსამართლობაა საუბარი იმაზე რომ 10 წელიწადი კი ეს რეჟიმი ზუსტად იგივე ადამიანებით და ვასრულებ გიორგი ოპოზიციიდან ახერხებდა მიხეილ სააკაშვილის და ძლიერი ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას და დაამარცხა. წარმოიდგინეთ, როლები შეიცვალა. მიტაცებული ბერკეტების სახელმწიფო წაიღო, დამატებით ფული დაიმატა და არ აღმოჩნდა მარტივი გასეირნება, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წმენა დავკარგო.
ალტერნატივა რა მოვისმინე გიორგი, ცოტა შოკის მომგვრელიც იყო ალბათ, ასევე ცოტა ადამიანისთვის. ალტერნატივა ამ ყველაფერს არის 2024 წლის არჩევნები, მაშინ. მანამდე ჩვენს მიმართ იგივე პრაქტიკულად საზოგადოების მხრიდან იყო პრეტენზია წამოყენებული, რომ ნუ ელოდებით თქვენ 2024 წლის არჩევნებს. მოდი მაშინ ასე შეკითხვაზე. ვეღარ დაიგო ბევრმა. მეტად სამართლებრივ პოლიტიკურად დავამიწოთ ეს პროცესი და თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ პროცესი დემოკრატიული ჩარჩოებიდან, კონსტიტუციურიდან არ უნდა გავიდეს, რიგარეში არჩევნებს თავის პროცედურა აქვს, ხო? დანიშნვის. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სამართლებრივ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს როგორ უნდა მაგალითად არის ასეთი იდეა, აგია ბარბაკაძის აქვს და მის მოძრაობა იწყებს ხელმოწერების შეგროვებას პლებისციტის ან რეფერენდუმის მოთხოვნის რიგარეში არჩევნების დანიშნვასთან. სადაც ხალხის ჩართულობა სამართლებრივ პოლიტიკურ შედეგს აყენებს რაღაც. იმდენად დიდი არის ქართულ ოცნებაზე არის ეს დამოკიდებული პარლამენტში რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება. იმდენად დიდი არის უპირატესობა, იმდენად აშკარა არის ეს ყველაფერი დღეს. მე დისკუსიაში არ შევიდოდი თუ რა საარჩევნო სისტემით შეიძლება ჩატარდეს და რა საარჩევნო სისტემით შეიძლება არ ჩატარდეს. იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება ამ ქვეყანაში რომელიც შეცვლა იმ პირობებში, როდესაც არ იყო ოპოზიციისთვის მისაღები საკანონმდებლო ბაზა. ხო, როდესაც ჩვენ აი ამ დისკუსიაში შევდივართ, ესე იგი მართლა სუსტია. მე დღეს განცდა მაქვს. მართლა განცდა მაქვს ეს ემპირიული რომ უპირობო ფავორიტები ვიქნებით და ვინ ვიქნებით ჩვენ? არა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სულება უნდა ხვალ რომ არჩევნები იყო? კი, აი ნამდვილ რატო გვაქვს ის განცდა, რომ იცით რა არის, მე მახსენდება მე და ხატია დეკანოიძე როტერდამში ქონდა შესაძლებლობა შევხვდით ქალბატონ სანდუს. დაახლოებით 40 წუთიანი შეხვედრა გაიმართა და რა პრობლემებს ვაწყდებოდით ჩვენ, უყვებოდით და საუბარს მოვაყოლა. ну მისი გამოსახი და გაგვამხრება და ესეთი რამ გითხრა სანამ ოპოზიციაში ვიყავიო მათი ოლიგარქი პლახატნიუკი რო იყო მართვის სადავეებთან პრაქტიკულად სატელევიზიო ეთერებში ვერ მივდიოდიო იძახ კამპანიურად იშლებოდა მარაოსავითო გზავნილები ოპოზიცია არის სუსტი შეხედეთ ქაბოტომა სანდუმ მე ვიყავი ოპოზიციის თვალსაჩინო ქაბოტომა სანდუმ შეხედეთ ანუ პრაქტიკულად ეს ფრაზე პრაქტიკულად ზინავს უენერგიო უმოტივაციო მან როგორ უნდა დაამარცხოს გესმით შედეგი მივიღეთ ის რაც მივიღეთ ხო მახსენდება ხა ცუდად სხვა მაგალითია მაგრამ თავად ზელენსკის მთავრობა სამწუხაროდ რუსების ინტერვენციის შემდეგ მოძლიერდა ხელისუფლება ზელენსკის და ეს დაჭირდა მისი რეალური უნარჩვევების დასანახად თორე მისი ხელისუფლება დამარცხების მიჯნაზე იყო უკრაინაში მას კონტროლი პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა რეგიონებში მას კონტროლი დეპუტაციაზე ჰქონდა დაკარგული გესმით და კი მჭირდება ხარდაჭ კიდევ უფრო მეტი ხარდაჭი რომ მჭირდება როგორც თქვენ მჭირდებათ თქვენ თუ ეხლა იგივე აი რატო უნდა თქვა რომ სუსტი როცა ეს ასე არ არის ოპოზიციან ფორმაში არ არის ან ვინ დაადგინა კრიტერიუმი რა არის უკეთეს ფორმაში ყოფნა ჩვენთვის ფორმაში ყოფნა არის უკვე ყოველ შემთხვევაში წინაპირობა უკეთესი ვიდრე იყო როცა ვხედავ ბევრ სამ პოზიციაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეს თბილისის და ვერ ხედავდი და ისა ვერ ხედავ აქეთი შედეგი რთული იყო რა ძალიან რთული იყო სობო ძალიან რთული იყო საღი პოზიცია მოდით ესე ვთქვათ ახლოს ვიყავით მაგრამ ვიგი სამსახურებით აქვს საზოგადოებას ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რომელი პოზიცია? აი რაც თქვენ მოგწონთ, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რომ ბევრმა ადამიანმა მოსაზრება შეიცვალა. ეს ხომ მოყვა მოცემულობას, ეს ხომ არ არის მაინც და მაინც თქვენი ნამუშევარი პარტიული. ეს ხომ არ არის რომელიმე პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ნამუშევარი, ეს მოყვა უკრაინის კონტექსტში. კი ბატონო, ნიშნავენ. კი ბატონო, კი რა თქმა უნდა, ვინ უარყოფს ამას, მაგრამ ის რომ ჩვენი შესაძლებლობის ფაქტებში, თქვენი შესაძლებლობის ფაქტებში, თქვენი კომპეტენციის ფაქტებში, ჩვენი კომპეტენციის ფაქტებში ყველაფერს ვაკეთებდით. ამისი მიწერა მაინც არა ვიდახერხებს. არა მიწერა არც როგორ შეიძლება ესე ძალიან ჩვენ ეს შევძელი შეურაცხყოფი თქმა არ მithქვავს ნავსი არც მაპირებ და არც მithქვავს, არც ვამბობ და არც ვიტყვი. არ მithქვავს, არც ვამბობ. არა, არც მithქვავს, არც ვამბობ და არც ვიტყვი. წარმოუდგენელია მეტიც დავამატებ. თუ ჩემთვის იცით რა არის ძალიან დამამცირებელი როგორც ქართველისთვის და უკრაინელისთვისაც ადამიანები საუბრობენ, იცით რა უკრაინის ომი განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ ბედს და მომავალს. ტყუილია ეს.
იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ჯერ ქართველს არაფრად არ ვაგდებთ, ესე ჩვენ უნაროები ვართ. მეორე შეურაცხ ყოფილი უკრაინელისთვის, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან ისე როგორც იბრძვიან და თურმე არ არის, ამას არ გეთანხმებით, იცით რა? არა, კონტექსტ შეცვლის სოფლიოში და მათ შორის რუსული ინტერესები სადაც არ ვეთანხმებით, ხო შემიძლია? არა, იმ ინტერესებს შორს ვარ ამაზრისგან. დასუსტება, მაგრამ დამარცხება ქართულ არა მზათი მომენტისთვის, როცა ეს მომენტი მოხდება, აი ამაზეა საუბარი და ამისი მზაობა თუ გაქვთ, რომ ამ მომენტუმს აღვაუღოთ. ეს მომენტუმი იყო 20 ივნის უკვე. რომელ 20 ივნის? ეგ გასულ 20 ივნის. 2019 წლის 20 ივნისაც იყო მომენტუმი, მაშინ იყო თუ იყო სამწუხაროდ, მაგრამ ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა, რა მნიშვნელობა აქვს? არა უშავს. ყველაფერი ისე არ ხდება. პოლიტიკაში ომის ჩერჩილმა თქვა, ომში კლავენ ერთხელ. პოლიტიკაში კლავენ ბევრჯერ. ო, ომში ერთხელ კლავენ, პოლიტიკაში ბევრჯერ. კი, არ არის პრობლემა, პროცესი იყო მძიმე. ამას არ ვცდილობ ერთად დაიფაროს, ამიტომაც გვინდა საუბარი დავიწყოთ მათ შორის საზოგადოებასთან, რაც არ უნდა მამას არ მოეწონოს. რას გააკეთებს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. მართლა აინტერესებს გდანში მეშვიდე მიკრორაიონში ცხოვრება ალბათ ბევრ ადამიანს. აინტერესებს, არის განსხვავებული ამორჩეველი, არის რბილი საპროტესტო ხმის მატარებელი ოპოზიციონერი, რომელსაც მე ხო ჩემ თავზე გამოცდილი მაქვს, ხო, როდესაც ჩხუბობ, აი მაინდა-მაინც არ მოსწონს, როდესაც მუშს იქნევ არ მოწონს, მაგრამ როდესაც რაღაცა საქმიანად ელაპარაკები მოსწონს, ხო? მას აქვს 1200 ლარი ხელფასი ცხოვრობს დიდუბეში და აინტერესებს თუ გავიმარჯვებთ და შეიცვლება მისთვის რა და მეორეს ამის ალტერნატივა, ბოდიშო, ალტერნატივა რა არის? რომ ვიწუწუნოთ, ვწუწუნებთ. კი, ჩვენი დამსახურება, თქვენის მათ შორის რო დღეს ეთერში ვართ არის. აქ არიან ადამიანები, რომელსაც პროფესიად ექცა სოფო, მათ შორის არა მარტო ოპოზიციაში, ოპოზიციასთან ახლოს ყოფი ადამიანები. ზოგი რესურსით, ზოგი თავისი ფულით, ვითომ ოპოზიციისკენ არის და სინამდვილეში არა, როდესაც ქვების შეკრების ჟამი დგება, მიშა, იდიტყვა, ქვების შეკრების დრო დგება, ხო, ქვების სროლას იწყებენ. მაგრამ არა უშავს. ცოტა ხანში ქვებისგან დაიცლებიან და იმათ ვისაც ესვრიან, ქვებით იქნებიან ისე სროლი ადამიანები. შეიძლება აღიქვათ პოლიტიკურმა სპექტრომ, მაგრამ ნახე კითხვა. მე საბეჭდება დამჩარო კონკურენტული, იცით რა და როგორც კონკურენტებს ისე უყურეთ მაშინ, როდესაც ჯერ არაფერი არ განსაზღვრულა. აი ეს არის ჩემი კითხვაც, ნახეთ კონტექსტი არის ასეთი, ნიკა თქვენ თავად ისაუბრეთ, რომ საზოგადოების 1/3 შეცვლილი პოზიციით არის უკვე. ეს მოიტანა იმან, რომ გამოჩნდა, რომ საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ. ხო, ცალსახად ასე ხედავთ ამას, ხომ? ეს თავისთავად არის უკრაინაში ომის შედეგი. ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა ამ პროცესების შედეგად. ყველაფერი პლუს 1/3 იმ მონაცემებს, რაც თქვენ გქონდათ მანამდე, ხომ? თქვენ ახლა ამბობთ, რომ თქვენ იწყებთ საუბარს მოქალაქეებთან. ხომ არ არის პროცესი ასე, რომ მოქალაქეებს უკეთ ესმით კონტექსტი, მზად არიან ცვლილებისთვის და პოლიტიკური სპექტრი არ არის ამ ცვლილებისთვის მზად. რა აკლია პოლიტიკურ სპექტრს იმისთვის, რომ ეს წარმოუდგენლად არ გეჩვენებათ, რომ ახლა ამ ვითარებაში საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც არ ემთხვევა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის პოზიციას და ამას ვერ ცვლის პოლიტიკური სპექტრი. რატომ? ხომ როცა შეიძლება მერწმუნეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბრებიც წარსულში ჩაბარდება. მანამ სანამ არ არის დამარცხებული, გეთახმებით ოპოზიცია სუსტია, ხო? ოპოზიცია ვერ იქნება. არა, ჩვენთვის არის სუსტი. არა, გავიგეთ ხომ არა ჩვენ ავტოკრატიულ რეჟიმს, აი ძალიან გულით წდება, როდესაც ეხლა ტელეკომპანია ფორმულაზე რო ვისაუბროთ, დიდი ეხლა რო გითხრათ, იცით რა, საუკეთესო სახეები ქართულ ჟურნალისტიკაში. ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად ვარსკვლავები, ასე შემდეგ და ხო რატო გჯობნით იმედი ტელეკომპანია რეიტინგში? ან ხო არ იქნება უსამართლო. ეს რაღაცა მესიჯი გაქვს. არა. ეს ორი კვირის წინაც მითხრა ხატია დეკანოები. არა, ხო, მაგრამ მესიჯი რა საუბრობთ, ეხლა რეალურად უსამართლობა იქნება. ხახნო, შიშველი. რატომ ჯობნის გეტყვით, ბატონიკა, ამას დიდი დრო ჭირდება, ცალკე სატელევიზიო ანალიზს როცა ჩავატარებთ. არა, ამიტომ თქვენ სოფო არა. ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხები და თქვენ გვაქვთ ეს საინტერესო. ამ ბევრი
პროცესი გამოსაკრისტალებელი იყო მათ შორის ოპოზიციურ ველზე. მე ოპოზიციურ ველზე როდესაც ვსაუბრობ, აპრიორი არ გულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს. მე მივიღე დიდი გამოცდილება ბოლო თვეების განმავლობაში. მე ყველა ადამიანს ჩამოვართვი ხელი, მე მომავალშიც, ვინც ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში მის წინააღმდეგ დამეხმარება, ხო? მაგრამ იყვნენ ნაწილი ადამიანებისა, რომლებსაც აღმოაჩნდათ სხვა მუცლის გვრემა, ხო? სამწუხარო, მნიშვნელოვანია, რომ აქაც ძალიან დიდი სიფრთხილით ვიყოთ. ბევრი შიდა დინებებია შიგნით და ბევრი ბრძოლა არის გამართული ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ იმ პლატფორმაზე, სადაც ჩვენ ვართ ახლა. გეთანხმებით, მე ხო შეიძლება გავკადნიათ თქვენზე მეტადაც მინდა რომ მაგალითად პასუხი აგოს ადამიანურად კი არა, რაღაცა სხვა კატეგორიებით. კანონის წინაშე აგოს პასუხი ყველა მოძალადე, მათ შორის კორცხელში ვინც იძალადა. ხო, მე თუ არ მინდა ეს ყველაფერი სოფორ რთული იყო, არ ჩამოთვლი მიზეზებს. ახლოს ვიყავით ამდენიმეჯერ წარმატებასთან, მაგრამ სამწუხაროდ რიგმა მიზეზებმა ჩვენ დაგვაშორა ამ წარმატებას, მაგრამ გუშინ არ გამოვიდა, ეს იმას ხვანიშნავს, რომ ხვალ არ გამოვა. ეხლა გამოვა აუცილებლად. უბრალოდ თუ შენ ნიხილისთვად განწყობილ საზოგადოების ნაწილს შეუერთდი მე და არა ისინი გადმოვიყვანეთ ჩემს მხარეს, არაფერი მალე არ შეეცვალა. ორი ტიპის, ესე იგი მხარდაჭერა. ფრთხილი ოპოზიციონერი თუ რბილი საპროტესტო ხმის მატარებელი დიახ და კიდევ იყო მანამდე იყო ახლოს მე რბილი ვარ გასლაპარაკ ხო და კიდე არის ისა აი მაგალითად ეს იდეა რომ მოდი მოვითხოვოთ მოდი მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები ეს ვიზე მუშაობს ეს ადამიანელი არჩევნების მოთხოვნა რბილს უფრო ხوار აფრთხობს ვიდრე გასლაპარაკო ეს მოწონთ აი ეს დაგვანახეთ მაშინ საერთაშორისო მეგობრებს და მეც უნდა ეს სობრადმის ეს განცხადება არ გამიკეთებია რომ კონსტიტუციები მათ ახსოვს მე სადვიყავი მაგ განცხადების დროს იქ 100 უცხოელი იყო ჩამოსული კონფერენცია და მე მგონი იქ შემთხვევით არ იყო დამთხოვული ხო რომ იმ ადამიანებსაც გაიგო თქვენი პარტია ამაზე დემოკრატიული მოთხოვნა ეხა მე ხომ მომითხოვია შენობაში მოკლედ სხვადასხვა ფორმით შენობის ეზოში შესვლა ხო ეხა დღეს მომითხოვე დემოკრატიული წესით ცვლილებები არჩენა არ არის ეს წინ გადადგული დიდი ვებერთელენავიჯი ვაში შტოპი იყო პრაგმატულობა შენ ჭირდება სამართლიანად ყოველგვარი რაღაცა შეფარვების გარეშე ყველასათვის მაქსიმალურად მისაღები პოლიტიკური ქოლგა მინდორი შემოსაზღვრო რის ფარგლებშიც შენ იწყებ პოლიტიკურ აქტივობებს და ცოცხლდები და კრებ პოლიტიკურ ძალას. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა იმდენად სამართლიანი და საყოველთაო იდეა შეიძლება გახდეს, თვით რომ ყველა ამორჩეველი ფრთხილებიც რადიკალურებს აგრეთვე ეს გაერთიანებს ტექსტს. ამ პროცესში იმისა რომ პროცესმა გამოაჩინა რამდენიმე პარტიამ უკვე ისეთი რეაქცია არა ბევრმა პარტიამ თქვა რომ კი და სიმართლეს თქვეს რომ ბევრი წელია ისინი ითხოვენ აქ ჩვენ პირველები არ ყოფილოთ, უბრალოდ ეხლა რახან ნაციონალ-მოძრაობა ვარ და დიდი პარტია ვარ, ჩვენსგან ამას სხვა ეკო ქონდა. და მე ვაპირებ მათ თანამშრომლობას. ეხლა არიან ადამიანები მაგალითად ოპოზიციაში, ეხლა შარშან მეორე ტურში მაგალითად თელეოპოზიცია რო გაერთიან და ისინი არ დადგნენ ჩვენს გვერდით, ხო? არ ვიცი. არიან ასეთებიც. ეხლა მათთან მთელი დამოკიდებულება მექნება მომავალშიც. იმიტომ რომ მე ვხედავ აი ოპოზიციურ ველზეც და ყოველთვის პოლიტიკოსებს არ გულისხმობ, აზმინდა გაუსვა. სადაც ეხა დამატებითი სადარდებელი მაქვს პირდაპირ გეუბნებით, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოყვეს ისეთი ადამიანების მართვის სადავეებთან მოსვლა, რომელიც მე ჩემი პასუხისმგებლობაც გახდება. და ვიღაცა მომიტყიდება და მეტყვის, რომ იცით რა, ბიძინა ივანიშვილი რო დაამარცხე, მეორე ალა ბიძინა ივანიშვილი რატომ მომიყვანე? სააკაშვილზე მაქვს შეკითხვა. ამ დროისთვის ნიკა იმხელა ძალაუფლება თუ არ გექნება, რომ შეგეძლება დაიცვა ვინც არ არის დასაცავი, ეგ არ არის საში. ესე იგი არის ხოლმე რაღაც ფრაზები, როდესაც გამოვა, შესაძლოა კონტექსტი არ იყოს ხოლმე თლად სუსტი და შემდეგ სხვანაირად იყოს აღქმული ეს საკითხი და მე სწორედ ამიტომ კონტექსტსაც გავეცანი, თქვენ ლაპარაკობდით, რომ ივანიშვილს, კობახიძეს და სხვაებს აქვთ დიდი სურვილი რაღაცნაირად განხეთქილება შეიტანონ თქვენსა და სააკაშვილს შორის, ხო? მაგალითად, საზოგადოებას უთხრან, რომ აი თქვენ და სააკაშვილი ვერ იტანთ მაგალითად ერთმანეთს, ხო? ამის საპასუხოდ
თქვენ ამ აზრს ავითარებდით და შემდეგ თქვით ასეთი რამ მიხეილ სააკაშვილი და მე მეგობრები არა ვართ ძმაკაცები არა ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით ბევრი მიზეზის გამო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ ასეთი რამ თქვით არ ფიქრობთ რომ ეს ამ ფორმით არ უნდა თქმულიყო და თქვენი ამომრჩევლის რიგებში ამან კიდევ 42 წლის ასაკში ხა იმ ქცევებს ვერ მოვიშლი, რომელიც წლების განმავლობაში მაქვს და სადაც ჩემის აზრით და ამაში ვუხდი მადლობას პირველ რიგში ჩემს ოჯახს როგორც მშობლებს, ასევე პოლიტიკურ ოჯახსაც. სადაც რას რთული საჭიროდ იმაზე ვსაუბრობ და ამის თავისუფლება პირველივე დღიდან გქონდა, რაც არ უნდა შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყო. კი, მე და მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური თანამებრძოლები, ჩემი ადამიანური პოლიტიკური თანამებრძოლის ვალი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ნიშნულმაწერი შევიტანო, რომ ეს ადამიანი ციხეში აღარ იყოს, არ იმსახურებს და არც ერთი პროდასალური პარტიის წარმომადგენლის არ მსჯერა, რომელიც თითქოს პროდასალური ღირებულებებისა და ფასეულობების მეხოტბე არის და ნუ მსჯერა რომ არის, მაგრამ კარგად ვერ აქვს გაცნობიერებული, ამავე დროს შეიძლება გერიდებოდეს საუბარი საკითხზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს ციხეში. ხო, თუმცა მეგობრები ნუ არ ვართ, რასაც მეგობრები და არც ვიქნებით ბევრი მიზეზის გამო ეს სიმართლე ეს მინდა საზოგადოება იცოდეს. არა, იმიტომ რომ კითხვა კამპანია იყო, კამპანიური, ასე ვთქვათ, რაღაცა დღე იყო და ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა. მართლაც ვერ იტანთ თქვენ და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს? ბატონი კობაქიძე გამოვიდა და ბრიფინგი ჩაატარა, რომ მელია და სააკაშვილი ერთმანეთს ვერ იტანენ და ამას მოყვა ჩემი პასუხი. არ ვართ მეგობრები, ვერ ვიქნებით სხვადასხვანაირებად, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეს დავიბადეთ 21 დეკემბერს, აი სხვადასხვანაირები ვართ. მე და ბიძი ხო, მაგრამ მის უახლოეს მეგობარზე მეტად აუცილებლად ვიბრძოლებ, რომ ის იყოს ჯანმრთელი მის ოჯახის წევრებთან ერთად და ეხლა ეს ყველაფერი ნუ ვიღაცებს გონიათ რომ არის ღალატი, მე ღალატობს. აი არის ყველანაირად მუშაობენ. ერთი მეგობარი მყავს. რაკი მიშა არის ესეთ მოწყვლად მდგომარეობაში როგორც საერთოდ ციხეში არის, ვფიქრობ რომ მისი ესე იგი აქტიური მხარდამჭერები ყურადღებიანები არიან ბევრი ისე ცოტა არა ყველაფერს არ არის ცოტა ის მიტოვების რაღაცა ის არა ხომ პასუხი რა იტან თუ არა არა ბათ ძალიან კარგად იციან მე ხო 9 დღე ხო არა ვარ ამიტომ აღნიშნე რომ კონტექსტს არ მნიშვნელობა გავიგე მე არ ვიცოდი როდესაც მაგალითად გამოდის აი თუნდაც კარდებად რომ აი მიხეილ სააკაშვილი არა მეგობარი თქვენ ხარ ვიცო ყველა მეგობრები ხართ რაღაცები ხარ არა ხარ დარწმუნებული არა ხარ ხო და აბა როგორ შეიძლება პირდაპირ 5 ადამიანი კვირაში ორჯერ ყოველდღე ერთად ხარ რატო არ ზმაგაცობთ რატო არ მეგობრობა არა მეგობრობა არ შეიძლება ბევრი მეგობარი გავდეს სხვათა შორის ნიკა რომ მას შემდეგ რა მაგრამ ერთ-ერთი ჩვენგანი თუ ციხეშია ნიკა ასე არ ვიტყვი ძალიან სერიოზული თანამებრძოლობა მებრძოლები და მეგობრებიც თანამოუწმეები ვართ კი როგორ კი ხო და პოლიტიკური მეგობრობა სანამ პოლიტიკურ ბრძოლაში ვარ აქტიურად ჩემის აზრით ბევრად უფრო ესეთი შემადუღაბებელი ურთიერთობა ვიდრე ბავშვობის მეგობართან. მე ბევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი დიდი ხანი არ მინახავს, ხო? ამიტომ ნუ აქ ეხა ძებნა სკანდალის უბრალოდ არის შეუძლებელი. ეს არის სიმართლე. ხო, იგივე არის ხა სააკაშვილმა თქვა ადრე ერთ ინტერვიუში ადრე რომ ყველაო ვინცო ჩემი თანამოაზრეაო, ჩემი მეგობარიო. აი ეს ხო ჩვენ შევალთ მეგობრობას არა ხო აქ უბრალოდ გეცმურება უბრალოდ და თუ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა და ახლა შეიძლება პარაცხელიათი დაგებრუნებინა პასუხი განცემის მეორე ნაწილი გველის ხო რეპლიკაზე სხვანაირად შუაში იყო ნაციონალური მოძრაობის შტურმი ამ ორ მოვლენას შორის რომელიც შენ ახსენე შუაში იყო ნაციონალური მოძრაობაზე შტურმით აღება შენ შიგნით მე შენი ასე თქვა საქვეყნო დაკავება და ციხეში ყოფნა რაც იყო პრინციპში დასავლეთში ძალიან მკაფიო განცხადებების ერთ-ერთი პირველი სიგნალი, როცა დამუნათება მათი მხრიდან იყო ძალიან სერიოზული მოქმედი ხელისუფლების, რომ ასე არ იქცევიან დემოკრატიულ სახელმწიფოში. თქვენ ახსენეთ რამდენიმე მოვლენა, რომელიც არ დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. რა შეცდომები გაითვალისწინეთ თქვენ იმისთვის, რომ აი ეს მოცემულობა, ჩემი კითხვაც ეს იყო და პასუხი ბოლომდე ვერ მივიღე, ნიკა, რომ ახლა არსებული მოცემულობაც არ დასრულდეს იმ შედეგით, რა შედეგითაც ძალიან რთული შეცდომები ეპატია ამ ხელისუფლებას, ძალიან მძიმე შეცდომები.
მაგას ხა წინასწარ შეიძლება იცი და წინასამეთყველების სფერო ვერ იქნება მოდი პოლიტიკა. დავაკონკრეტოთ. ეხლა სოფო შეკითხვას დავამატებ და ამით უნდა დაგაჩვენოთ. ბოლო კითხვებია ჩვენ და შეეჯამეთ კი ბატონო რომ რასაც სოფო ამბობს ეს არის სიფრთხილე იმ გამოცდილებიდან გამომდინარე რომელიც უკვე გვაქვს ხო იყო მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროცესების რომელზეც ფიქრობდით რომ ეს ხელისუფლება ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს და ბევრი მიზეზის გამო გადააგორა ახსენოთ ეს სიტყვა ხო ამიტომაც ეს სიფრთხილე განსაკუთრებულია ამიტომ უბრუნდები ჩვენ იმ კონკრეტულ შეკითხვას რა იქნება ეს კემპანია გავიგეთ რომ თქვენ მხარდამჭერების მობილიზებით იქნებით დაკავებული რომ გააფართოთ ხო რაღაცა მიზნის მისაღწევად მაგრამ რიგარეში არჩევნები ნიშნავს კონკრეტულ პროცედურულ გადაწყვეტილებებს მაგალითისთვის მომყავს რომ ეს არის მაგალითად პარლამენტში ანუ საპარლამენტო კრიზისის შექმნა იმ ხრივ რომ როგორც მინიმუმ ფენდი ნაციონალური მოძრაობა როგორც თავარი პოლიტიკური ძალა გარეთ გამოდის და ქმნის მცდელობას მაინც ქმნის იმისთვის და სხვა პარტნიორებს ვინც ამას წამოს იყოლიებს რომ თქვას რომ ეს არის უკვე თითქმის ავტოკრატიული რეჟიმი ბევრი ნიშნით და პარლამენტში ჩვენ მარტო შირმას წარმოვადგენთ ამ პროცესის დაკეთილშობილების გარეთ ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას, კონსტიტუციით გათვალისწინებული რესურსის გამოყენებას, რეფერენდუმი იქნებს პლებისციტი, რომ ოცნებას არ უტოვოთ ბერკეტს გადაწყვეტილების მიღების, არამედ რაღაც კონსტიტუციური მექანიზმის შემომაქ, რითაც ის იძულებული ხდება დაემორჩილოს რიგარეში არჩევნების შესაძლებლობას. თუ აი შეიძლება არ ვიცი, შეიძლება საკონკრეტულად არ თქვათ, მაგრამ რაღაცა გეგმა თუ გაქვთ, აი ეს ჩვენ მივხვდით იმისა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა ვიждეთ იქ სადაც ვართ, ვიწყდეთ, ვაბოდით. ეს არ ნიშნავს, რომ გარეთ ბძიმე ავტოკრატიული რეჟიმი, ну თითქმის სრულად ავტოკრატიული რეჟიმი არ არის, ხო? ამიტომ ეხლა არ შეიძლება ყველაფერი წინასწარ ისაუბრო. პროცესში, როდესაც ვიქნებით აქტიურად ჩართულები, თქვენს დაინახავთ, ხო, ხო არ გამოგეპარებათ ეხლა მომდენო კვირიდან ის აქტივობები, რომელსაც ჩვენ მივყავთ, ხო? რაც შეეხება პარლამენტში დეპუტაციას, მე მიმაჩნია, რომ დეპუტაცია პარლამენტია თუ მაინც უნდა გამოვიდეს, მაშინ უნდა გამოვიდეს, როდესაც ქართული ოცნებაც იძულებული იქნება, რომ იქიდან გამოვიდეს. ეხლა გამოვიდეს დეპუტაცია ოპოზიციური პარტიების შემოქმედებით პარლამენტიდან და შედეგზე ვერ გავიდეთ და რა. ეხლა ჩვენ მე მაგათი არაფერში არ მიშლის გარეთ ბრძოლა დავიწყო ისე როგორც მიმაჩნია ამ ეტაპზე და შეგნით იყოს თუნდაც ბატონო რომან გონციერიძე პარლამენტში სამ საჭირო არის, ხო? ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას თუ რამე არ უნდა, რომ მან უთხრას უარი ღია დეკლარირებულად ევროკავშირს, ევროკომისიას. მათ უნდათ, რომ ევროპელებმა გითხრან უარი. ხო, გასაგებია თუ რატო? ამიტომ მე არაფერში არ შემიშლის ხელს ჯერჯერობით. თუ კი ჩავთვლი საჭიროდ, რომ ეხლა არის მომენტი, კონკრეტული რიგითი კალენდარული დღე მოვა, სადაც უკვე მნიშვნელოვანი იქნება ბრძოლის გასაღვივებლად და თამასის კიდევ უფრო ასაწევად მაღლა, რომ იქ აღარ ვიყოთ ჩვენ. მე ამ განცხადებას გავაკეთებ. უბრალოდ ახლა ხვალ გამოვიდე და თქვა, რომ ვიცით რა ნაციონალური მოძრაობა შეგით არ უნდა იყოს, მე უნდა ვიცოდე, რომ იქ ქართული ოცნებაც ვეღარ დარჩება და ვეღარ გაჩერდება და მე სოფო სამართლიანო აღარ მკითხოს, რომ აი მე რამდენჯერ არ დაიღალე ამ ციყვი რამე ტრიგერი უნდა არსებობდეს, ნიკა რაღაცა უნდა მოხდეს, რასაც მოყვება ეს და ისო ეცი დახედე, შენ გამოწვევი კი არ უნდა იყოს, არამედ რაღაცა მოვლენათა ჯაჭვი უნდა იყოს. არ შეიძლება როგორც კარავი ვერ იქნება ცალკე აღებული და რომელსაც გამთხოლმე სტრატეგია, ისე 100,000 კაცი ცალკე აღებული სტრატეგია ვერ იქნება, ისე ცალკე აღებული სტრატეგია ვერ იქნება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, ეს არის სტრატეგიული რაღაცა გეგმის ნაწილები, ხო? ხო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ შენ თუ არ აშვებინებ შეცდომას ხელისუფლებას, რეჟიმს, არა? იქ რეჟიმის ცვლილება ჩვენ გვინდა მშვიდობიანად ასე სისხლი ვარ დაიβაროს ისე როგორც მოხერხდა 2003 წელს, ხო? ნახევარი შეგვენაცხადის ხელისუფლება გადმობირებული ყავდა. ხო, ოპოზიციას, ძალოვანი ministrები, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი იყო თავად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ნუ ვიცი ახლა უკვე ამ სამყაროში რომ შემოვედი, აქეთა მხარეს ყოფი ადამიანის გავიცანი და იქითა მხარეს ყოფი ადამიანს, ვინც ნუ მითხრა რომ კი ვიყავით მოქალაქეთა კავშირში, მაგრამ თანამშრომლობდით ნაციონალურ მოძრაობას, ministre ვიყავი, მაგრამ ვიყავი ოპოზიციის მხარეს. რეალურად ეს და დიდწილად რომ სისხლი არ დაიღვარა, დიდწილად რომ სისხლი არ დაიღვარა, იყო მათ შორის ამ პროცესის წარმატებულად განვითარების დამსახურება. იმიტომ რომ იცით ამ რეჟიმის მხრიდან
არსობით ადამიანის თუნდაც სისხლში ამოსვლა რთული არ იქნება. შეშინებული ბიზინა ივანიშვილი. მადლობა ნიკამ. საყრდენი ბურჯები უნდა მოვუნგრიოთ და მორალურად უნდა გავანადგუროთ, მანამ სანამ პოლიტიკურად გავანადგუროთ. ერთი რაც გავიგეთ უკვე მომავალი კვირიდან კი არა, ნუ ხვალ დგება ეს კვირა თქვენ სამშაბათიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადმობირებაზე უნდა მუშაობდნენ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკამ ელია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე, პირველი ნაწილის სტუმარი, გადაცემის მეორე ნაწილის